ესენი არ არიან ოჯახებში გაზრდილები, ესენი აბსოლუტურად ბინძური ხალხია. ოჯახში რომ შემოგივარდეთ ტერორისტი, მკვლელი და ოჯახის თავი კი დაიცავს მის შვილს, დაიცავს მის მეუღლეს, დაიცავს მის დედას, დაიცავს მის მამას. ესენი რას გააკეთებს ყობახიძე, იცით, წაიკუზება. და ამას ეუბნება ყველა რომ რატო არ წაიკუზეთ? რატო გაეცით პასუხი? მოიცა პირველში რომ გვესროდნენ, ორში რომ და მანამდეც არაერთხელ, მაგრამ მიყვეთ ქრონოლოგიას. პირველში რომ გვესროდნენ, მე ორში რომ გვესროდნენ, სამში არ ყობახიძე რაზე ლაპარაკობს? ოკუპაციო ხაზზე საერთოდ ნამყოფია? ლიახვის ხეობაში ოდესმე ნამყოფია და უკითხავს ის ხალხი როგორ ტყვიების ზუზუნში იძინებდა ყოველღამე. მე მეგობრები ყავს ლიახვის ხეობიდან. ამ ხალხისთვის, ამ ადამიანებისთვის უკითხავთ რუსები რას უკეთებდნენ? აი ვეფხია კასრაძეა იქიდან სწორედ და დღეს თავის სასამართლო ნახი, კითხეთ ამ ადამიანებს და მოიცა რას გვეუბნება ყობახიძე არა? ესე იგი ოჯახის თავმა, ამ შემთხვევაში უმაღლესმა მთავარსარდალმა, რომელმაც თქვა რომ უკაცრავად გვესწროლეს 1, 2, 3, 4, 5, 6 შვიდში თურმე თავი არ უნდა დაგვეცვა და მით უმეტეს პუტინი ამბობს რომ მე ვამბძადებდი ამ ომს 2006 წლიდან. ისინი არ მალავენ, მაგრამ ეს გარეწრები რას ეუბნებიან ქართველებს? რატო არ წაიგო? თვითონ როგორი ბოდიში, როგორი წაკუზულებიცა ყავს პუტინს, აი ესე უნდა რომ ყველანი ვიყოთ წაკუზულები, ყველანი ვიყოთ ჩმორები, ყველა თავი დაუხარო და ვის ესხმიან თავს? ყველაზე მეტად ვინც იცავს საქართველოს სახელმწიფოს ვინც უდგას გვერდით, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. კი, ასე გაიგეთ ხო თქვენს მათინათქვამი Deep State-ის დაკვეთით ჩაიდინა ეს ღალატი Deep State ვინ არის? Deep State ვინ არის? ისინი Deep State-ს ეძახიან ამერიკას. გადავლეთ მათი რიტორიკა რა? არა, მეც ასე გავიგე. ისინი ამბობენ, ესე იგი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორზე ამბობენ, რომ იცით რა ამერიკა აი მან დააძალა თურმე და აი მან გააწყო პროვოკაცია. ეს არის სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული. მე არ მიკვირს არცერთი მათი განცხადება. წუხვარ, სისხლი მეყინება, როცა უყურებ რომ ის ირგვლივ დგანან ავტომატიანი კაცები, რომლებიც ფიცი აქვს სახელმწიფოს წინაშე დადებული. მათ შორის ჯარისკაცები, მათ შორის სამხედროები არ შეიძლება ძმებო თქვენ ფორმა ჩაიცვით, ფიცი დადეთ სახელმწიფოს წინაშე. ამათმა გადაუარეს სახელმწიფო ინტერესებს, ამათმა დააფურთხეს დღეს გმირების საფლავებზე. როდემდე შეიძლება ამის ატარა და მარტო ესე იგი იმის რა ქვია სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები უნდა ვაპროტესტებდეთ ამას. ინგა ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ეს არის შეუძლებელი უკვე. ერთი რამ კი სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ და თქვენ ისევ დღეს თქვენს Facebook სტატუსში ახსენეთ 4 ოქტომბერი, ამას შევეხებით აუცილებლად. ეხლა მინდა რაღაცნაირი ბმა რომ გავაკეთოთ, მე შემთხვევით არ გავიხსენე 14 სექტემბრის ივანიშვილის გამოსვლა. ანუ რეალურად 2024 წლის 14 სექტემბერი იყო ის დღე, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გორში გამოდის ივანიშვილი და ანონსებს ამ განცხადების მთავარი შინაარსი ის იყო, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა გასამართლდეს, უნდა აიკრძალოს. შემდეგ ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, იკრება ეს კომისია, ეგრეთ წოდებული წულუკიანის კომისია, დებს დასკვნას 430 გვერდიანს და ჩვენ აი ესე ზოგადი განცხადებები ჯერ არ გვინახავს ეს დასკვნა, მაგრამ წინასწარ ზოგადი განცხადებებით გვეუბნებია, რომ აქ ისეთი ფაქტები დევს ამ დასკვნაში, რომ ახალი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხების შესაძლებელია დადგეს და პლუს ამისა იგივე ივანიშვილის მიერ დაანონსებულ ხაზს აგრძელებენ და გეუბნებიან, რომ აიკრძალება ნაციონალური მოძრაობა. მათთვის ყველა ნაციონალური მოძრაობაა, ვინც მათ აკრიტიკებს, მაგრამ აი თქვენ პარტიაზე გეკითხეთ. ეხლა ერთ რამეს გეტყვით რა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გაიხსენეთ ყობახიძის ჩასრული სიფათი, როცა მელია მიუახლოვდა 5 მეტრის რადიუსში. გაიმახსოვრეთ და გაიხსენეთ, ხშირად შეახსენეთ საზოგადოებას ამ ხდალი შიშარა, აბსოლუტური ქვეშაფციას, მდგომარეობა, მენტალური ადამიანი. წუხვარ, ნუ შეხედეთ თუ სხვა განცდა გაუჩნდება, ბოდის მოვიხდი. ეხლა მე მინდა თქვენ 30 წამიანი ვიდეო გაჩვენოთ, როგორი უმაღლესი მთავარსარდალი ყავდა საქართველოს, ვიზეც ამბობენ რომ თურმე აი ამან დაიწყომი. არათუ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ეს მინდა რომ მოусმინოთ, თუ არ ვიცი ხმა ისმის თუ არა. ეხება ხმა აქ მიკროფონი. აი გადის ხმა. სააკაშვილის და იმის შეხვედრაა, რა ქვია, პუტინის და ეხლა იძინება სააკაშვილის განცხადება. პუტინს სიტყვა შეაწყვეტინა. მოგცესო და გავიქცე. პროდიუსერი მე. მოგცე. აი Совершенно правильно.
еще раз подтвердил территориальную целостность Грузии, потому что Сочи... თუ მოგცემთ გაუშვებთ იმიტომ კი, აი ხა მოგცემ და ანუ ვიცით გვამიდა იცი პუტინს ეუბნება რომ აფხაზეთი არის საქართველო და ჩვენ პუტინთან დგას შეხვედრაზე სადაც პუტინი რაღაცა განცხადებებს აკეთებს მიხეილ სააკაშვილი უდგას გვერდით შეაწყვეტინებს და ეუბნება აფხაზეთი არის საქართველო რუსეთი დიდი ქვეყანაა კარგი ქვეყანაა ლამაზი ქვეყანაა მაგრამ საქართველო აფხაზეთი არის საქართველო პატარა მაგრამ ძალიან ლამაზი და ქვეყანა რომელსაც აქ ღირსება მე ჩაუგდებ თქვენ პროდიუსერს გადაცემის განმავლობაში იმედი მაქვს რომ გაუშვებს და საზოგადოებამ ნახოს და შეაფასოს როგორი საქართველო უნდათ ესეთი ბოდიში თქვენ პროდიუსერს აქ უკვე ესეთი ბოდიში და იმები ზაქია შიშარა ხალხის თუ აი ამას ახლა ვიდეოს რომელსაც ნახავთ კი აფხაზეთი არის საქართველო ამაზე ჯარისკაცი რომელიც მიდის დღეს სამხედრო სამსახურში რა არის თითოეული სოცნება დამოუკიდებელი ძლიერი ერთიანი საქართველო თქვენ რა გონიათ რატომ მიდიან ჯარისკაცები სამხედრო პირი საქართველოს მოქალაქე რატომ მიდის ჯარში მას უნდა ერთიანი ძლიერი საქართველო მას უნდა საქართველო იყოს და მის ტერიტორიული თლიანობა იყოს ასე ვთქვათ გაერთიანებული და დაცული ამიტომ მიდიან ამიტომ დებენ ბიჭები ჯიგარს რომ დიახ აფხაზეთი იყოს საქართველო დიახ საქართველო იყოს გაერთიანებული და ესენი ყველაფერს აკეთებენ უკუმა ოღონდ საქართველო იყოს დაგსაქსული რომ არც აფხაზეთზე არ ილაპარაკონ არც რუსეთის აგრესიას და მეტი ჩვენს თავარ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს პირდაპირ უწოდონ რომ არის ესეთი ღია და ესეთი პირდაპირი ნათქვამი რაღაც კიდევ ახალი იყო. ანუ აქამდე ყველაფერი მოგვისმენია და ყველამ გადასარევად ვიცით რა როგორ, მაგრამ აი ეს ღალატი ჩადენილი იქნა და ომი დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ ამბობს deep state-ის მოთხოვნით თუ მითითებით, ეს კიდევ რაღაც ახალი იყო, ანუ ისტორიიდან ვარდება მათთვის რუსეთი და მთავარ მოქმედ პერსონად დასახელებული სააკაშვილი, რომელიც მოქმედებს deep state-ის მოთხოვნით. ეხა 2 წუთში მე შემიძლია აგიხსნა დღეს რატო არიან ესენი ასეთ ისტერიკაში. ამიხსენ. 2 წუთი და მინდა რომ მაყურებელს იოლ ენაზე გითხრათ. ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე აგერ უკანასკნელ წლებს გეუბნებით, ფსონი დადო დასავლეთსა და ასე ცივილიზებულ სამყაროსა და აქეთ რუსეთს შორის ფსონი დადო 3-3 ფორმაზე, 3+3 ფორმაზე. რატო? იმიტომ რომ დასავლეთი ეუბნებოდა რომ თუ გინდა რომ ჩვენი ოჯახის წევრი გახდე, არჩევნებში უნდა ჩავატარო არჩევნები, დემოკრატია, ხელისუფლება უნდა გადააბარო. აქეთ 3-3 ფორმატში უთხრესო, არა კაცო, ბიძინა შენ იყავი, როგორც გინდა, რავი, მეფედ გამოაცხადე შენი თავი და 3-3 ფორმატი რას გულისხმობდა? ეს იყო რუსეთი, ეს იყო თურქეთი და ეს იყო ირანი. ამას პლუს, ამ სამ დიდ ქვეყანას პლუს საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. აი აქეთ გავაკეთოთ ჩვენ ეკონომიკური ცენტრი, გავაკეთოთ რაღაცა ერთობა. ბიძინა ვთქვა, მოდი ეხა მე დასავლეთს აქეთ ბოდიში და შევაფურთხებ, გავიქცევი აქ 3-3 ფორმატში. ეხა ბიძინას და ბიძინისტებს მინდა უთხრა, ბიძინა მაგრად გაასხა. ეს მაგიდა არის აყირავებული და ამ მაგიდაზე დარჩენილი არის მხოლოდ პუტინი და ივანიშვილი. და გეტყვით როგორ? აგერ ირანს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იქ ერთი გადაფრენა ისე გაუკეთეს, სხვათა შორის ჩვენზე შორს არის, ხო? ეს აგვე ირანი. ჩვენთანაც შეიძლება პირობითად იგივე ივანიშვილს რატო არ ეშინია ომზე, რუსეთზე რომ ეუნება და აქეთ ამერიკელებს აგინებს, რატო არ ეშინია? ირანში ისე შეფრინდნენ ამერიკელები და გამოვიდნენ, ვერ გაიგეს ირანელებმა. ირანი დასვეს თავის ადგილას და უთხრესო, შენ ჯიგარო ეხა სადაც ხარ მანდ იჯექი, აქეთ ეს დაინახა, ცხადია, თურქეთი დიდი მოთამაშეა, ერდოღანს პოლიტიკური ინსტინქტებიც აქვს, არც გამოცდილება აკლია, ადგა წავიდა და მე ეხა მივდივარ უკრაინაში, ზელენსკის უნდა შევხვდე. აქეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს, ესე იგი, რუსეთი ამბობდა, რომ ეს გზა, ზანგეზურის გზაზე, მე ჩავდგები, კგბ-ს ჩავაყენებ, მე ვიქნები აქ შუამავალი. სომხებმა და აზერბაიჯანელებმა უთხრეს, კარგად იყავი, ვალოდია, შენ არა გაგ ჯიგარო, კარგად საქმე. ამასობაში, ესე იგი, დღეს უკვე ესე იგი სომხეთის პრეზიდენტი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი არიან ტრამპთან შეხვედრაზე. ამას პლუს ინგა ეგ როდის ხდებოდა? ამერიკელები გააგდო ბიძინა ივანიშვილთან პორტიდან, ანაკლიდან თქვა, ეხა მე ნახე 3-3 ფორმატში ვარ, ყველაფერი კარგად მექნება. შემოიყვანა ჩინელები. ეს რა იყო 3+3 ფორმატში, ჩინელები თავისი ფინანსებით უნდა დახმარებოდნენ. ეს იყო რომ პოლიტიკა ეგ იყო, რომ ეხა ჩინელები დაეხმარებიან ამას, იქით რუსეთი, ირანი, თურქეთი, დიდი ქვეყნები და ჩვენ ასე ვთქვათ, აი ამ ცენტრალურ აზიაში დიდ კაი კამპოს ასე ვთქვათ, კედელს გავაკეთებთ და დასავლეთის და ამერიკის დედაცვატირე. ამასობაში ჩინელებმა რომ დაინახეს ირანის სიტუაცია, დაინახეს სომხეთ-აზერბაიჯანის სიტუაცია, დაინახეს თურქეთის დამოკიდებულება, ჩინელებმა თქვენს ამაყირებულ მაგიდაზე ჩვენ რა გვინდა ძმებოდა ანაკლის სპორტი რომ უნდა დაწყებულიყო. დაიწყო ინგა. რატო არ დაიწყო? თქვენია ეს რატო არ დაიწყო? ჩინელებმა თქვენს არა ძმაო, ჩვენ ეხა ამ დავით არაბაში და ამერიკელების და დასავლეთის ესეთი ცხოველი ინტერესი თუ არ გვინდა ჩვენ და გავიდნენ არანაირი პორტი იქ არ შენდება. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი დგას არაფერზე. ბიძინა ივანიშვილი დღეს დგას
დგას გეკაზე, ოხანაშვილზე, კობახიძეზე და დინარაძეზე. ამას ვიძახი. აი ხა იქ რამდენიმე ყველა ადამიანი, ვინც ასე ფიქრობს, ვინც არ არის მოღალატე, ვინც ფიქრობს, რომ დღეს გმირების საფლავზე დააფუძდეს. აბა ერთი წამი წარმოიდგინეთ. ყველანი რო დავდგეთ ერთად. ერთ კონკრეტულ დღეს და მე ვამბობ 4 ოქტომბერს ვიღაცას თუ სხვა ბრძოლა უნდა ძმებო, არ ვიცი, რევიზიის გაკეთებას თქვით, სხვა ბრძოლა და იქაც მოვდივარ. მე არასდროს არავის რევიზია არ გამიკეთებია. დედას უტირებთ. ბიძინა ივანიშვილს არანაირი პარტნიორი აღარ ყავს. გაშლილ სუფრაზე 3-3-ზე მაგიდა აყირავდა და ეხა ზის ეს ორი დეგენერატი პუტინი და ისა რა ქვია, ბიძინა ივანიშვილი და არავის სხვა, ინგა, მორჩა, ინდოელებმაც კი, აი უნდა იცოდეთ, ბიჭო, ბიზნესტები რო ხარ, ოდნავ ტვინი გაანდრიეთ, ინდოეთმაც კი, აგერ უკვე ერთი კვირაა თუ 2-3 დღეა, უარი თქვეს რუსეთის ნავთობის მიღებაზე. ინგა, ეს არის უპრეცედენტო რამე, ინდოეთმაც კი. მოუწიათ, რომ უარი. ინდოეთმაც კი და ამასობაში რას აკეთებს? აი ახლა მე და თქვენ რო ვლაპარაკობთ. ამის წინ იყო 15 ტონა რუსული სანქცირებული ნავთობი შემოიტანეს საქართველოს და შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა. შემოვიდა 15 ტონა. კი, რუსულია, მაგრამ სანქცირებული არ არის. სანქცირებული არ არის სასიზახიან. ესე იგი, დუბაიში დაფუძნებული, ოფშორში დაფუძნებული კომპანია შემოაქვს და ჩვენ იქიდან ვყიდულობთ ძმაო, მაგრამ იმან ვისგან იყიდა? მე თუ ვნახულობ წარმოშობის სერტიფიკატს, ლევან ხაბეიშვილი. შენ ვერ ნახულობ? ის არის რა ქვია როსნეფტის ნავთობია? რა თქმა უნდა იციან. დღესაც აი აგერ მე ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ეს ინფორმაცია უნდა გქონდეს მათ შორის დასავლეთსაც, იმიტომ რომ მათ წინააღმდეგ მოქმედებს ბიძინა ივანიშვილი. ტრამპი გამოვიდა და თქვა, მე ჩრდილოვანი გზები ვიცი, რომ რუსეთი ჩუმად მალულად მაიწყდის ამ ნავთობს, ამიტომ დედას უტირებ მათ ჩრდილოვან გზებს. ამასობაში ესენი ასაკეთებენ, აგერ წუწაობენ ბათუმის პორტში. ოხანაშვილს უნდა ესმოდეს, ფოხან, ეგრე არ არის ჯიგარო, შენ როგორია? დედას გიტირებენ, აი თქვენ რომ გლობალური ომის პარტიას ეძახით, ეგენი ბევრად ბოდიში და ყმერებიანები არიან, ვიდრე შენი პუტინი. ამიტომ შენს ჯეკასაც, ბიძინასაც და იმას რა ქვია, კობახიძესაც, კუდიგორის გზას გაგიყენებთ ქართველი ხალხი. ასე მოხდება. მარტო ხართ, პარტნიორი არ აკავთ.